დიღმის მასივი, ლუბლიანას 58, ეს არის კაფე Daily Dozi. აქ ჩილი ბარიც არის ასევე საკონდიტრო და სწორედ ამ კაფეში შევდივართ, იქიდან გამომდინარე, რომ მივიღეთ წერილი ჩვენს Facebook გვერდზე. ეს სრული ქაოსი რას ნიშნავს? ეს არის მაცივარი, ნახეთ როგორი მდგომარეობაა. გამზადებულია პროდუქტები, აქ სტუდენტები სადილობენ, ძალიან ხშირად, მეც აქ ვცხოვრობ ძალიან ახლოს. აქ რამოდენიმე ინდური რესტორანი არის, რესტორანი თუ სასადილო თუ არ ვიცი რა არის. ჩავიხედოთ ამაში რა მდგომარეობაა, ნახოთ. დაწეპებულია. ისე არის მიწეპებული, რომ ზეთი ფაქტიურად არც იღება, დაწეპებულია, კარგი დავანებებ თავს, გამწოვი სუფთაა, კედელი არ არის ბიძური, მაგრამ აი საერთო მდგომარეობის რა მოგახსენეთ, აი სრული ქაოსია, სამზარეულო თუ არ ფუნქციონირებს. აბა ეს რა არის? მზარეული არ მოუყენია, არც დიასახლისი არ ყო შესაბამისად, ანუ ბოლოდ შემოგებულია რაღაცები, მაგრამ მე არაფერი არ ეხება. არა, აბა ეს რა არის? აი ეს ვინ გააკეთა, აბა აი ნახეთ, მოდით. აი ეს რა არის? ეგ კრემია და ჩვენ რაღაცები მზარდი. ხო, აი კრემი როდი მზარო არის, კრემი ხომ მზადდება? ნუ აქ გასაგებია, მითხრესო ჯერ მზარეული არ აყავთ და ისე არ ფუნქციონირებს, მაგრამ აი ქართულ კანონმდებლობას რამდენად ექვემდებარებიან და რამდენად იცავენ ქართულ კანონმდებლობას. შენობაში საქართველოში რომ მოწევა არ შეიძლება. ეს რა არის? ლიცენზია ამ ოთახზე მოწევაზე, როგორ გეკადრებათ? არა, კანონის მიხედვით, არა, ეს არის გამორიცხული. კანონის მიხედვით, თუ კი ორი კედელი არ არის ისე ღია, გახსნილი, ანუ ბულებრივი ვენტილაცია არ ხდება, შიგით მოწევა არის კატეგორიულად აკრძალული და საკმაოდ მაღალი ჯარიმები არის ამაზე. და ეს რა დაწესებულებაა, მაპატიეთ, რა არის? კაფეა, სადაც ყავებდეთ კვერაული და ჩილები არის. სიმართლე გითხრათ, ამდენი სათამაშო, აი რაღაც ის არის, რა ქვია, რაღაც აი კაზინოს დაბეჭდილებას უფრო ტოვებს, ვიდრე რაღაც აი კაფესი. ჩემთვის გაუგებარი და გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს და ცოტა აი მოწევა და აი ეს დახლი ცოტა მაეჭვებს. აი ეს არის Daily Dozi-ის კაფე. ხედავთ კრუასანს, ნამცხვარს, სასმელებს, ამზადებენ ყავას, სხვადასხვა ტოპინგით. ინტერიერი მოკრძალებულია, მაგრამ აი მადონაც დააფიქსირებს ამ მომენტს. უბრალოდ, როდესაც ჩვენ შევედით მეორე დარბაზში და აქაც არის დარბაზი, ხო? ნახეთ, რომ აქ ეწევიან სიგარეტის მოწევა რო არ შეიძლება იცით დახურულ სივრცეში? საუბრიდან ესე მივხვდი, რომ სიგარეტსაც აქ ეწევიან, ჩილიმსაც ყველაფერს. ისევ და ისევ ვამბობ, უნდა დაემორჩილოს ყველა უცხოელი, იცის, არ იცის, არ აქვს მნიშვნელობა, კანონი ერთია ყველასთვის, მხოლოდ და მხოლოდ აი იქ ვერანდაზე, ჰაერზე, სუფთა ის ჰაერი თუ არა, ამას არ აქვს ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა, მთავარია 4 კედელში არ უნდა იყოს, არ უნდა ვისუნთქოთ ჩვენ აი ამ ჰაერით. უკვე რამდენი წელია, 7-8 წელია, მე მგონი ეს აკრძალვა მუშაობს. მე ცოტა მაკლია, რა თქმა უნდა, სისუფთავი აქ, იმიტომ რომ აი ეს რაღაცა ძალიან დაღეჭილი ქაღალდი არ უნდა იდოს, იმიტომ რომ ეს არის შტრიხ-კოდი, რომლითაც თქვენ შეგიძლიათ მენიუ ნახოთ და შეუკვეთოთ კერძი და რა თქმა უნდა, აი ესეთი დაღეჭილი ფურცელი ეს არის უკვე უპატივცემლობა სტუმრის მიმართ. თუმცა ისიც მინდა აღვნიშნო, რომ აი პირველ დარბაზში, რომელშიც შედიხარ თუ არა და აი ამ კრუასანებს უყურებ, აქ არის საკმაოდ მისაღები სიტუაცია, ანუ გოგოების ხედან მიირთმევენ, მეცადინეობენ კიდევაც, აქ სტუდენტებიც ხშირად შემოდიან, მაგრამ ის რაც ვნახეთ მეორე თაღში, ნამდვილად დარღვევაა. და აი უკვე გვაინტერესებს თუ რა ცვლილებებს გააკეთებენ, რა დასკვნებს გამოიტანენ მენეჯმენტი და პერსონალი ამ კაფეში. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვართ ლუბლიანას 58 ნომერში კაფეში Daily Dozi. მართალია მითხრეს, რომ არაფერი არ ფუნქციონირებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნამცხრების არის, ნამცხრების რეალიზაცია ხდება, ყავას ამზადებენ აქ და მენიუს დავაჭიროთ ხელი და ვნახოთ ახლა რა ხდება. აი ეს არის კაფე, რომელიც არ ფუნქციონირებს და აი ხო, ну სამზარეულო არ ფუნქციონირებს და ახლა ვნახოთ მენიუ, აი მენიუ.
საკმაოდ ესეთი მენიუ აქვთ. ეს რა არის? გასარეთქე ეგეთ ცომი გავაკეთე ამ წუთას. რისი ცომი გავაკეთეთ? ვაფლების. ანუ ვაფლები ხო მზადდება? დიახ, მაგას გეუბნები. ვაფლები მზადდება, მზა ნამცხრები იყიდება, ნამცხრების მის დაკრემვაც ხდება, კრემიც მზადდება, იმიტომ რომ იქ კრემი არის. იქ კრემი არის. ის არის ხო არტეფაქტი. კი ბატონო, ტირამისუ არის, ხო? ნუ რაც არის, ყოველ შემთხვევაში ამის კრემი ხო მზადდება აქ. ანუ არაფერი არ მზადდება ძვირფასო, არ არის სწორი ნათქვამი, რაღაცა მინიმალისტურად მზადდება, ხო? მაინც. კი ბატონო. კარგით, გავიგე. ყოველ შემთხვევაში გჭირდებათ აუცილებლად დამლაგებელი, იქ მოწევა აკრძალულია, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და აუცილებლად ქართულ კანონმდებლობას უნდა დაემორჩილონ და აი ქართული კანონმდებლობიდან გამომდინარე უნდა იყოს ობიექტი მოწესრიგებული. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვიცით, რომ აქ ვაფსაც ამზადებენ და ბლინსაც, მადონა აქ არის და მადონა მინდა გკითხო, ეს რისთვის არის? ლიზა, ეს არის ბლინის დასამზადებლად და იქ არის ვაფლების დასამზადებლად კიდე აპარატურა, მაგრამ აი მოდი გავხედოთ რა რაოდენობის მანქანა მოძრაობს აქ. და ეს არის ღია სივრცეში, შეხედე როგორი მტვერია ირგვლივ, აქავე არის ავადმყოფოები, აქვე არის ძალიან დიდი ნაკადით მოძრაობს მომხმარებელი და ფაქტიურად ძალიან ხშირად ხდება აქ ჩამოსხდომა და იმ ბლინის თუ იმ ტკბილეულობის მირთმევა. მე ყოველდღე აქ დავდივარ და ყოველდღიურად ხედავ, რომ ეს სკაფი არის სავსე.